დღევანდელი საგანგებო განხილვის წინ ევროკავშირის 5 სახელმწიფომ ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, გერმანიამ და ჩეხეთმა საგანგებო წერილი გაუგზავნეს კაია კალას, სადაც კონკრეტული მოთხოვნებია გაწერილი. დოკუმენტი არის კონფიდენციალური, ამიტომაც მის შინაარსს გაგაცნობთ მხოლოდ ზეპირად და დოკუმენტს ვერ გამოაქვეყნებთ, რაც შეეხება ამ დოკუმენტში გაწერილ მოთხოვნებს. დოკუმენტს, რომელსაც ხელს აწერს 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი 15 ივლისის განხილვამდე ცოტა ხნით ადრე პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ ევროკომისიამ 2025 წლის 30 სექტემბრამდე შეიმუშაოს კონკრეტული და ახალი რეკომენდაციები ქართული ოცნებისთვის და იმ შემთხვევაში თუ ამ ახალ რეკომენდაციებს ბიძინა ივანიშვილის გუნდი არ შეასრულებს, მაშინ ევროკავშირმა 5 მინისტრის მოთხოვნით უნდა დაიწყოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებზე მუშაობა. ბუნებრივია, ეს დოკუმენტი არის ძალიან მწვავე, აქ მინისტრები ამბობენ, რომ საქართველოში ვითარება უარესდება, ამიტომაც საჭიროა ევროკავშირის ერთიანი და ჩამოყალიბებული პოზიცია ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებებიდან გამომდინარე, ამიტომაც ეს მოთხოვნა დღეს განიხილება საგარეო საქმეთა მინისტრების ხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს და სწორედ ამ წუთებში მსჯელობენ ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდაზე ვიცით, რომ სანქციები და უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დევს. წერილი, რომელიც 5 სახელმწიფო საგარეო საქმეთა მინისტრმა გაუგზავნა კაია კალას, ასევე გადაეგზავნა ვიცე-პრეზიდენტს ევროკომისიის, ასევე მარტა კოსს გაფართოების საკითხებში ევროკომისარს და კიდევ ერთ ევროკომისარს და ამ წერილში კიდევ ერთხელ არის ნათქვამი, რომ ვიდრე ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს წინასწარ შერჩეული ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ევროკავშირმა უნდა დაიწყოს უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, ვიდრე და მისცენ ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ ბოლო გაფრთხილება, რომ დაემორჩილონ ევროკავშირის მოთხოვნებს და დაუბრუნდნენ ევროპულ გზას. რა თქმა უნდა არის ლოგიკური ის, რაზეც საუბრებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ჩვენ ან ვართ ევროკავშირის პარტნიორი და რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თითოეულმა ქართველმა საქართველოს მოქალაქემ იცხოვროს კარგად, მათ შორის ეს დახმარებები იქნება თუ უვიზო მიმოსვლა იქნება თუ ასე შემდეგ, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირი და ესე გადაწყვეტეს კიდევაც, რა თქმა უნდა უკვე ოფიციალურად დაშორება მოხდება ჩვენი ქვეყნების. ქართულ ოცნებას შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პირობებში უვიზო რეჟიმი შეუნარჩუნოს ჩვენს ქვეყანას. ნამდვილად შეუძლიათ თავიდან ბოლომდე, ეს არის მათ ხელში, მათ ეს შეუძლიათ და არ ვიცი როგორ გაწირავენ საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას ამისთვის, აღარაფერი აღარ გვიკვირს მათგან, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. ევროკავშირის 5 სახელმწიფოს პირველი დიპლომატის ხელმოწერილი წერილი კაია კალას საბჭოში განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე გაეგზავნა. კაია კალასმა კი თავის მხრივ დაანონსა ქართული ოცნებისთვის წერილის გაგზავნა, სადაც საუბარი იქნება უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, კონკრეტული მოთხოვნების შესრულებაზე და თუ რა თქმა უნდა ეს მოთხოვნები არ შესრულდება და თანხმედრაში არ მოვა ევროკავშირის ასე ვთქვათ ღირებულებებთან, მაშინ კაია კალასმა დღეს საკმაოდ პირდაპირ და ღიად თქვა, რომ დაიწყება მუშაობა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის ლიდერების ამ განცხადებებს ქართული ოცნების მყისიერი რეაქცია მოჰყვა, სადაც ისინი პრაქტიკულად პირდაპირ ამბობენ, რომ წერილს მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ისინი არ აპირებენ ამ რეკომენდაციების და მოთხოვნების შესრულებას. დღეს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კაია კალასი დაადანაშაულა, რომ მას არ ესმის ევროპული ღირებულებები, რომ ის ემუქრება მოსამართლეებს სანქციებით და რომ ევროკავშირი ნელ-ნელა ემსგავსება საბჭოთა კავშირს მათი მიდგომებიდან გამომდინარე, იმის ნაცვლად, რომ ოცნებამ შეასრულოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციები, ისინი ღიად ამბობენ, რომ ევროკავშირთან არც დიალოგის სურთ და არც რაიმე მოთხოვნების შესრულებას აპირებენ.
სამწუხაროდ ეს აგრესიული რიტორიკა ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ ცილისწამებული და დეზინფორმაციული თავდასხმები, საბჭოური სტილის მუქარა, რომელსაც დღეს ვისმენდით მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მხრიდან, რომელიც დღეს პირადად ორ ქართულ მოსამართლეს დაემუქრა სანქციებით. არ ვიცი, ეს არის ის სამწუხარო გზა, რომელსაც ბრიუსელი დღეს ადგას. ევროკავშირის ელჩი განმარტებებით თავს არ იწუხებს ხოლმე, მაგრამ მე მგონი ხა განმარტებები გასაკეთებელი არის. ხედავთ ხომ რისთვისაც ხედან სტომატა დარბაზში, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები რისთვის ხედან, ამისთვის ხედან. ხომ იქ შექმნან დამაშინებელი გარემო მოსამართლისთვის, რომ შემდეგ ამგვარი მუქალრები გაისმას ევროკავშირიდან. რაც ვთქვათ იმისა, რომ ქალბატონი კალასი ევროკავშირის სახელით ბოდიშს უხდიდეს ქართულ მართლმსაჯულებას ევროკავშირის მანამდე არსებული თავდასხმების გამო, რომელიც აღმოჩნდა სრული დეზინფორმაცია და ცილისწამება, დღეს ის ცილს წამებს ქართულ მოსამართლეებს და ემუქრება ქართულ მოსამართლეებს. და შეეხება ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მუქარას, რომელიც ასევე მოისმინეთ ქალბატონი კალასის მხრიდან. ჩვენ იმიტომ არ გამოვეკეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგხვედროდა. ქალბატონი კალასი ვერაცნობიერებს რა არის ევროპული ღირებულებები. კიდევ ერთხელ, ევროკავშირის პასპორტის ქონა ჯიბეში სულაც არ ნიშნავს ევროპული ღირებულების გაზიარებას და ამის კარგ მაგალითს გვიჩვენებენ ბალტიის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ვერ გამოვიდა საბჭოთა მენტალიტეტიდან და ვცდილობს, რომ ეს საბჭოთა მენტალიტეტის მთავარი დამკვიდრებელი გახდეს ბრიუსელში. ბრიუსელში განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით უკვე დაიწყო. საქართველო არის მეორე საკითხი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების დღის წესრიგში და სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა მსჯელობა. დღის ბოლოს კი უკვე გაიმართება ოფიციალური პრესკონფერენცია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის, სადაც უკვე ევროკომისია გაგვაცნობს, მოხდა თუ არა შეთანხმება 27 სახელმწიფოს შორის სანქციებთან დაკავშირებით, რომლის პაკეტი კაია კალასმა წარადგინა და საუბარია 15 კაციან სიაზე, მათ შორის მოსამართლეებზეც, რომელსაც უნდა შედგეს შეთანხმება და ვნახავთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, შეძლებენ თუ არა ვიქტორ ორბანის დაყოლიებას, რომ შეუერთდეს საერთო ევროპულ სანქციებს და დაასანქცირონ ის ადამიანები ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან, ვინც საქართველოში დემოკრატიულ სიკუსვლაზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზეა პასუხისმგებელი.